ეკლესიები, რომლებიც არ მისდევენ ბიბლიის სწავლებებს, ამახინჯებენ მის ინტერპრეტაციას და ხელს უშლიან რწმენას ღმერთში, რომელიც მოვიდა ხორციელად, მეორედ მოსული ქრისტე. ბიბლიის არასწორი ინტერპრეტაციის ერთ-ერთი მაგალითია გამოცხადების პირველი თავი 7 მუხლი. მოციქულმა იოანემ წინასწარმეტყველა, რომ როდესაც ქრისტე მეორედ მოვა, ის ღრუბლებზე მოვა და ყოველი თვალი იხილავს მას. დამკვიდრებული ეკლესიები ამახინჯებენ ინტერპრეტაციას და აცხადებენ. განცხადება, რომ ყველა თვალი დაინახავს, ეხება ზებუნებრივ მოვლენას, რომლის მოწმეც ყველას შეუძლია და არა ქრისტეს ხორცშესხმულად დაბრუნებას. თუ მათი დაჟინება სწორი იქნებოდა, ისინი უარყოფდნენ არა მხოლოდ მეორედ მოსულ ქრისტეს, არამედ პირველ მოსულ იესოსაც. ნამდვილად ნიშნავს თუ არა ბიბლიური გამონათქვამი, რომ ყოველი თვალი იხილავს, რომ ყველა ადამიანი ამას ზებუნებრივი ფენომენის მეშვეობით იხილავს. იესოს პირველი მოსვლისა და მისი შესრულების შესახებ წინასწარმეტყველებების მეშვეობით მოდით ვაჩვენოთ, რომ დამკვიდრებული ეკლესიების განცხადებები მცდარია. გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს მას ყველა ხორციელი ერთიანად. წინასწარმეტყველება, რომ ყველა ადამიანი იხილავს ღვთის დიდებას, შესრულდა, როდესაც იესო დაიბადა ისრაელის ბეთლემში. დამკვიდრებული ეკლესიების ინტერპრეტაციის თანახმად, მთელ მსოფლიოს უნდა ენახა ღმერთი, როდესაც ის ხორციელად დაიბადა 2000 წლის წინ. სინამდვილეში მხოლოდ რამდენიმე ებრაელი გახდა ხორციელად მოსული ქრისტეს დიდების მოწმე. ბიბლიის წინასწარმეტყველებები მცდარია, ან იესო არაა ქრისტე. თუ ისინი ბიბლიის წინასწარმეტყველებებს ძალდატანებით განმარტავენ მათი სწორად გაცნობიერების გარეშე, უარყოფენ ბიბლიას და ქრისტესაც. ბიბლია არის წინასწარმეტყველებების წიგნი, რომელიც დაწერილია სულიწმიდით შთაგონებული ადამიანების მიერ. ამიტომ, თუ წინასწარმეტყველებებს სულიწმიდის პერსპექტივის ნაცვლად უბრალო მოკდავების თვალსაზრისით მიუდგებით, ბიბლიის მნიშვნელობის დამახინჯების რისკის ქვეშ ვიქნებით. 2000 წლის წინ რელიგიურმა ლიდერებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იცნობდნენ ბიბლიას, ჯვარს აცვეს ღმერთი, რომელიც ხორციელად მოვიდა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ისინი თვითნებურად განმარტავდნენ ბიბლიას და ამახინჯებდნენ მის მნიშვნელობას. ამ ხანაშიაც იგივეა. დამკვიდრებული ეკლესიები ამტკიცებენ, რომ იესო ვერ მოვა ხორციელად, რადგან დედამიწაზე ყველამ უნდა იხილოს იგი, მაგრამ სინამდვილეში ისინი ბიბლიას ამახინჯებენ. ისევე, როგორც წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ ყველა იხილავს ღვთის დიდებას მისი პირველი მოსვლის დროს, არ გულისხმობს, რომ დედამიწაზე მყოფი ყველა ადამიანი იხილავს მას. გამოცხადების პირველი თავი 7 მუხლიში მოცემული სიტყვები ყველა თვალი დაინახავს არ ნიშნავს, რომ დედამიწაზე მყოფი ყველა იხილავს მას. ეს ნიშნავს, რომ ის ხორციელად მოვიდოდა, რათა ნებისმიერს ენახა იგი. დაბადებიდან გამოცხადებამდე, ბიბლია წინასწარმეტყველებს, რომ ღმერთი ხორციელად მეორედ მოვა კაცობრიობის გადასარჩენად. თუ უგულებელყოფთ ბიბლიის წინასწარმეტყველებას, რომ ის ხორციელად მეორედ მოვა და თვითნებურად განმარტავთ ბიბლიას, ჩვენ განადგურების რისკის ქვეშ ვდგავართ, ისევე როგორც ისინი, ვინც უარყოს ქრისტე, როდესაც ის მხსნელად მოვიდა თავისი პირველი მოსვლისას. ამიტომ არასწორია იმის მტკიცება, რომ იესო ხორციელად ვერ მოვა, რადგან მას ყოველი თვალი დაინახავს.